მოგესალმებით. დღევანდელ ვიდეოში წარმოგიგენთ ტოპ 5 დიდ ქართველს, რომლებიც თავიანთი მოღვაწეობით, თავდადებითა და სამშობლოს სიყვარულით დაუვიწყალი კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიაში. ნუმერაცია დაწყებულია მეხუთე ადგილიდან და მიუყვები პირველი ადგილისკენ, რათა წარმოვაჩინო მათი მნიშვნელობა და ზეგავლენა ქვეყნის განვითარებაზე. სიის გახსნას დავიწყებ 16 თაყაიშვილით. მან საკუთარი სიცოცხლე, კარიერა და კომფორტი ერთადერთ მიზანს შესწირა. ქართული კულტურის გადარჩენასა და დაცვას. ის იყო კაცი, რომელმაც ქართული სახელმწიფო 38 წელი საკუთარი ჩანთით ატარა, მაშინ, როცა საქართველოში სახელმწიფო აღარ არსებობდა. მან გადაარჩინა ეროვნული საგანძური. 1921 წელს, როცა საბჭოთა ოკუპაცია მოხდა, ქვეყანა დაეცა. შესაბამისად, ქართულ საგანძურსაც საფრთხე დაემუქრა. ექვთიმემ ასობით ხელნაწერი, ხატები, სიგელები, სიწმინდეები და სამეცნიერო არქივები უცხოეთში წაიღო. არა გასაყიდად, არამედ დასაცავად. 38 წელი ემიგრაციაში, შიმშილში და სიღარიბეში ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად სთავაზობდნენ დიდძალ თანხას სიწმინდეების სანაცვლოდ, ის არასდროს დათანხმდა არც ერთი საგანძურის გაყიდვას. ექვთიმე წმინდანი ასე ეძახდნენ უცხოეთში მას, იმიტომ რომ ყველა ხედავდა, ეს ადამიანი თავისი ერისთვის ცხოვრობდა და არა პირადი კეთილდღეობისთვის. მისი პატიოსნება ლეგენდად იქცა. საგანძური უვნებლად დააბრუნა საქართველოში 1945 წელს. არც ერთი ოქროს მონეტა, არც ერთი ხელნაწერი, არც ერთი ხატის ნაწილი არ დაკარგულა. ყველაფერი რაც წაიღო, ზუსტად იმ მდგომარეობით დაუბრუნა ქვეყანას. ექვთიმე თაყაიშვილი ერთ-ერთი უდიდესი ქართველი იმიტომ არის, რომ მან მთელი ქართველი ერის სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობა გადაარჩინა. მის გარეშე დღეს საქართველოს კულტურული ძეგლების დიდი ნაწილი უბრალოდ აღარ იარსებებდა. მომდევნო ქართველი არის არა ერთი, არამედ ორი პიროვნება. ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. ისინი ქართველი ეროვნული მოღვაწეები იყვნენ, რომლებიც თავისუფლებისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე იბრძოდნენ. ზვიად გამსახურდია იყო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი. მისი მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენა და ეროვნული სულიერების განმტკიცება იყო. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ენის, კულტურისა და ისტორიული მეხსიერების დაცვის საქმეში. ცდილობდა საქართველო დაებრუნებინა ევროპული და დემოკრატიული გზისკენ. მერაბ კოსტავა კი იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უფლებადამცველი და ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი საბჭოთა პერიოდში. ის სიცოცხლის ბოლომდე ებრძოდა კომუნისტურ რეჟიმს, რის გამოც რამდენჯერმე დაიჭირეს. ყველაზე ხანგრძლივად დააპატიმრეს 1977 წელს ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის. სასამართლომ მიუსაჯა 3 წელი ციხე და 2 წელი გადასახლება სიბირეში. თუმცა სასჯელი გაუხანგრძლივეს, რის შედეგადაც ის ფაქტობრივად დაახლოებით 10 წელი გაატარა პატიმრობასა და გადასახლებაში. კოსტავა არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამეცნიერო მოღვაწეობითაც გამოირჩეოდა. თავისი ნაშრომებით ახალგაზრდებსა და ხალხს ეროვნული ცნობიერების გაძლიერებაში ეხმარებოდა. ორივეს დამსახურება საქართველოსთვის უზომოდ დიდია. მათ შესძინეს ხალხს თვითშეგნება, იმედი თავისუფლებისა და სამართლიანობისკენ, რაც დღესაც ინსპირაციას აძლევს ახალ თაობას. მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია გვაჩვენებენ, რომ ქვეყნის სიყვარული, თავისუფლებისადმი ერთგულება და თავდადება ყოველთვის რჩება ისტორიაში. შემდეგი ქართველი არის ერის მამა, როგორც ქართველებმა უწოდეს მას. ილია ჭავჭავაძე იყო ქართველი ადამიანის სიმტკიცის, ერთგულების და თავისუფლების იდეალის განსახიერება. მისი მოღვაწეობა ერთ ადამიანში აერთიანებს მწერალს, პოეტს, საზოგადო მოღვაწეს, რეფორმატორს და ეროვნულ ლიდერს. ილიამ პირველმა ნათლად ჩამოაყალიბა ქართული ეროვნული იდეა, მაშინ, როცა ქვეყანას გაქრობის საფრთხე ელოდა. ის იყო ერთ-ერთი ფუძემდებელი ჟურნალ-გაზეთებისა, სადაც იბრძოდა ქართული ენის, განათლების, გლეხების უფლებისთვის და საზოგადოდ ქვეყნის პროგრესისთვის. ილია ჭავჭავაძე აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკური პროცესებში. იგი იყო საქართველოს დროებითი კომიტეტის წევრი. ემსახურებოდა ეროვნული კანონების ჩამოყალიბებას, ახორციელებდა რეფორმებს, რომლებიც ქვეყნის მართვას და მოქალაქეების უფლებებს ემსახურებოდა. მისმა სიტყვამ ბევრ ადამიანს გაუღვიძა ეროვნული თვითშეგნება. მხოლოდ მას შეეძლო გაეღვიძებინა ერი და დაებრუნებინა ქვეყნისთვის ღირსება. მუდამ ერის ინტერესის გამტარებელი იყო. იგი იბრძოდა ქართველი ერის სულიერი და სახელმწიფოებრივი ერთიანობისთვის, მაშინ,
როცა ქვეყანა დაყოფილი იყო ფეოდალური ჯგუფების და რუსეთის ზეწოლის გამო. ის ებრძოდა კორუფციას, ძალადობას, უსამართლობას. სწორედ ამის გამო გახდა მტრის სამიზნე და 1907 წელს მოკლეს. თუმცა მისი იდეები დღესაც ცოცხალია. შემდეგი ქართველი არის შოთა რუსთაველი. იგი არის ქართული კულტურის, ქართული ენისა და მთლიანი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიმბოლო. მე-12 საუკუნეში შექმნილი მისი შედევრი, ვეფხის ტყაოსანი, დღესაც რჩება არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის მწვერვალად, არამედ მსოფლიო ჰუმანიზმის ერთ-ერთ დიდი შედევრია. რუსთაველი პირველია, ვინც ქართულ ლიტერატურაში შემოიტანა ისეთი თემები, როგორიცაა თავისუფლება, სამართლიანობა, სიყვარული, ერთგულება, თანასწორობა. ვეფხის ტყაოსანი გვასწავლის, როგორ ვიცხოვროთ ღირსეულად. რუსთაველის ენა არის ქართული სიტყვის ოქროს სტანდარტი. მისმა პოეზიამ შექმნა კულტურული ნორმა, რომელიც დღემდე განსაზღვრავს ქართული ლიტერატურის განვითარებას. მას ეკუთვნის ფრაზები, რომლებიც ხალხის ცნობიერებაში გადაიქცა მორალურ კანონებად. შოთა რუსთაველი უდიდესი ქართველია იმიტომ, რომ მან სამშობლოს მისცა იდეა, რომელმაც საუკუნეები გადალახა, რომ ერი ძლიერია მაშინ, როცა იცავს თავისუფლებას, ღირსებას და სიყვარულის ძალას. მან ქართველებს აჩუქა არა მხოლოდ წიგნი, არამედ ცხოვრების ფილოსოფია. ამიტომაც არის შოთა რუსთაველი არა უბრალოდ მწერალი, არამედ ქართველი ერის კულტურის, სულიერი ძალის და ეროვნული ღირსების მარადიული ფუნდამენტი. ჩემი სიის სათავეში არის ადამიანი, რომელმაც შექმნა საქართველოს ოქროს ხანა. დავით აღმაშენებელი ხშირად მოიხსენიება როგორც დიდი ქართველი არა მხოლოდ სამხედრო გამარჯვებების გამო, არამედ იმიტომ, რომ მან ქვეყანა გადაშენების ზღვარიდან შინაარსობრივ სახელმწიფოდ აქცია. იმ ეპოქაში, როცა საქართველო დაყოფილი, დასუსტებული და მტრებით გარშემორტყმული იყო, დავითმა მოახერხა შეუძლებელი. მან დაიწყო სახელმწიფოს გაერთიანება, დაამარცხა ქვეყნის შიდა მტერი და გარე მტერთან ბრძოლის ძალაც აღადგინა. ერთიანობა, რომელიც მან შექმნა, საფუძვლად დაედო საქართველოს ოქროს ხანას. დავითმა 10-ჯერ მცირე არმიით გაანადგურა უზარმაზარი თურქ-სელჩუკთა კოალიცია. დიდგორი გახდა სიმბოლო იმისა, რომ შეუძლებელი არაფერია თუ ქართველები გაერთიანდებიან და ერთმანეთს გვერდში დაუდგებიან. დავითმა ფეხზე დააყენა ეკლესია, ეკონომიკა, დაიწყო ქალაქების აღორძინება, ჩამოაყალიბა რეგულარული ჯარი, შექმნა სამხედრო რეფორმები. მან დააფუძნა გელათის აკადემია, სადაც იმ ეპოქის უდიდესი მეცნიერები მოღვაწეობდნენ. აღმაშენებლის პოლიტიკამ ქართველს აუმაღლა ღირსება, ძალა, რწმენა საკუთარ შესაძლებლობებში. მან ხალხს დაუბრუნა გამარჯვების გემო და ეროვნული იდენტობა. მისი მმართველობის გარეშე ვერ იარსებებდა თამარის ეპოქა და საქართველოს ის კულტურული ბრწყინვალება, რომლითაც დღეს ვამაყობთ. დავით აღმაშენებელი ყველაზე დიდი ქართველი იმიტომ არის, რომ მან გადაარჩინა, გაერთიანა და გააძლიერა საქართველო ისე, როგორც არავინ სხვამ. ყველა მათგანი სხვადასხვა გზით და სხვადასხვა ეპოქიდან იბრძოდნენ ერთი მიზნისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო ძლიერი, თავისუფალი და ღირსეული ერი. ეს ხალხი ჩვენი ისტორიის უკვდავი სიმბოლოები არიან. სანამ საქართველო იარსებებს, მანამ წაუშლელი დარჩება მათი კვალი და სახელი საქართველოს ისტორიაში. ვიცი, ამ სიას კიდევ ბევრი დიდი ქართველი აკლია. ჩვენი ისტორია ხომ ბევრად უფრო ფართო და მდიდარია, ვიდრე ერთი ტოპ 5. ჩვენი წარსული სავსეა იმ ადამიანებით, რომლებიც სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა გზით, მაგრამ ერთი მიზნისთვის იბრძოდნენ, რომ საქართველო დარჩენილიყო ძლიერი, თავისუფალი და ღირსეული ქვეყანა. ტოპ 5 მხოლოდ სიმბოლური არჩევანია. თითოეული მათგანის უკან დგას უამრავი ღირსეული ადამიანი, რომელთა გარეშე საქართველოს ისტორია წარმოუდგენელია. ამ ნუმერაციას თქვენ როგორ დაალაგებდით? ვინ არის თქვენი ტოპ 5 დიდი ქართველი? დამიწერეთ კომენტარებში თქვენი სია. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. კიდევ ბევრ საინტერესო ისტორიულ თემას გავაშუქებთ ერთად.